74 არასამთავრობო ორგანიზაცია საღდრისი ყაჩაღიანის საბადოსთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის აღდგენას ითხოვებს. შესაბამისი განცხადება აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი საქართველოს პლატფორმამ ჟურნალისტებს ფონდ-ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში გააცნო. განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს საკუთარი და სამინისტროს პოზიციის საჯარო დაფიქსირებას და საზოგადოების აზრის გათვალისწინებას მოუწოდებენ. არის ჩასატარებელი სრულფასოვანი მონიტორინგი საღდრის ყაჩაღიანის კულტურული მემკვიდრეობის სასწრაფოდ არის აღსადგენი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, ანუ სწორი პროცედურული პროცესით სწორად მისანიჭებელია, ესე იგი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ობიექტზე მიეცეთ სრომის დარგის სპეციალისტებს დაშვება და მათ განახორციელოს სრომის საქმიანობა. ასევე აუცილებელია, რომ ამ მმართველობით გაგრძელდეს საუბარი და გადაწყვეტილება იქნეს მიღებული საერთაშორისო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, ამით თუ რეალურად დადგინდეს ობიექტის ღირებულება, უნებარიორი განსხვავებული პოზიცია.